მოგესალმებით სიმართლის ღერძზე. ეს კვირა მართლაც გიჟური იყო JNS-ის ყოველწლიური პოლიტიკის კონფერენციის გამო, მაგრამ ეხლა ისევ სტუდიაში ვართ. და ცხადია, ამ მომენტში ყველასთვის თვალში საცემი საკითხია საშინელი ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეხლა ბევრია სათქმელი იმის შესახებ, რამდენად მცდარია ეს მემორანდუმი და უფრო მეტიც, რამდენად გულუბრყვილოა ამერიკული მხარის მომლაპარაკებელი JD Vance. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მინდა გაჩვენოთ მემორანდუმის 5 ძირითადი პრობლემა, რომელიც უნდა გაიგოთ. პირველი პრობლემა ისაა, რომ რეჟიმმა წარმატებით გააფართოვა მოლაპარაკებების არეალი. ეს ირანული მოლაპარაკებების კლასიკური სტრატეგიაა. შეერთებული შტატები იწყებს კონკრეტული მიზნით, ამ შემთხვევაში ბირთვული პროგრამით. შემდეგ რეჟიმი ცდილობს ვიწრო მოლაპარაკება ფართო მოლაპარაკებად გადააქციოს. უეცრად საუბარი აღარ ეხება თავდაპირველ პრობლემას. საუბარი ეხება სანქციებს, ენერგეტიკულ ბაზრებს, რეგიონულ უსაფრთხოებას, რეკონსტრუქციას, ლიბანს. საუბარი ეხება ყველაფერს, გარდა იმ ერთი საკითხისა, რაზეც თავდაპირველად უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. შენიშნა JD-ისთვის. ეს არ ითვლება გამარჯვებად თუ ისლამური რეჟიმი დათანხმდება მოლაპარაკებას, მაშინ როცა მათი საზღვაო და საჰაერო ძალები უკვე განადგურებულია. რეჟიმმა იცის, რომ როცა მოლაპარაკებები ფართოვდება, დათმობების შესაძლებლობებიც იზრდება. სწორედ ასე ატყუებენ JD Vance და იყენებენ მის წინააღმდეგ. რაც მოგვიყვანს მემორანდუმის მეორე პრობლემასთან. ადმინისტრაცია მოლაპარაკებების გაგრძელებას ისეც არ მოაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ მათად ამისთვის უზარმაზარი დათმობები შესთავაზეს, გაყინული აქტივების გათავისუფლებითა და ნავთობის სანქციების შეღავათებით. ისინი ამას თავისთავად წარმატებად წარმოაჩენენ, მაგრამ მოლაპარაკებები მიზანი არ არის. მიზანი იყო რეჟიმისთვის ბირთვული იარაღის შეძენის აღკვეთა. იმ დროს, როცა ASHS ბლოკადას ახორციელებდა და ფაქტობრივად რეჟიმს გაკოტრებამდე მიხავდა, ASHS-მ გადაწყვიტა საკუთარი ბერკეტები თავადვე დაეთმო. ისეთი ადამიანების ხელმძღვანელობით, როგორიცაა JD Vance, რომლებიც ამ რეჟიმს ფუნდამენტურად ვერ იგებენ. აგჯერათ, თავად ნახეთ. 47 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა ჩვენთვის მუდმივი ეკალი იყო. დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ადმინისტრაციებისთვის ის მუდამ პრობლემად რჩებოდა. ყველაზე მაგარი ის არის, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში მივახციეთ, რომ თავად ირანის სისტემაში უმაღლესი ხელმძღვანელობისა და თუნდაც ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები ამბობენ, იცით რა, შეიძლება რაღაც მტრობა გვაქვს, შეიძლება უნდობლობაც, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ის გზა, რომლითაც 47 წლის განმავლობაში ვმოქმედებით შეერთებულ შტატებთან, შეცდომა იყო. მოდი სხვა რამ ვცადოთ. რა თქმა უნდა, ამას გადავამოწმებთ, მაგრამ თუ ისინი შეასრულებენ პირობებს, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ სხვა რამეც ვცადოთ. მართლა JD, იმიტომ რომ საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ამ კვირაში ჰორმუზის სრუტეში რეჟიმის მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული მრავალრიცხოვანი თავდასხმები მკვეთრად ეწინააღმდეგება მემორანდუმს და სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს. ან არ ვიცი. შეგიძლია გაითვალისწინო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული უამრავი შეშლილი განცხადება, სადაც ისინი ფიცავენ, რომ გაანადგურებენ არა მხოლოდ ისრაელს, არამედ თავად შეერთებულ შტატებსაც. ან შენი მოლაპარაკების პარტნიორის მუჰამად ღალიბაფის კომენტარები, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ოჯახი სამიზნეები არიან მკვლელობისთვის. ან ექსპერტთა ასამბლეა, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ტრამპი სამიზნეები არიან მკვლელობისთვის. და ეს არის ორგანო, რომელიც აიათოლას ირჩევს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, გადაუხვიეთ თემას. მინდა ძალიან ნათლად ვთქვა. მოლაპარაკება, რომელიც კიდევ 60 დღე გაგრძელდება, არ არის გამარჯვება. ეს არის კიდევ 60 დღე მოლაპარაკებებისა და მაინც თეთრი სახლი ამას პირდაპირ მშვიდობის შეთანხმება წარმოაჩენს. იქნებ Neville Chamberlain-ის სტილის მშვიდობა ჩვენს დროს-დროში შეთანხმებაა. ვინ იფიქრებდა, რომ როცა პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა უპირობო კაპიტულაცია, სინამდვილეში გულისხმობდა შეერთებული შტატების კაპიტულაციას, მაგრამ ალბათ ამის მიზეზი იყო, არა? კარგი, შუალედურ არჩევნებსა და ამერიკელი საზოგადოების ფანტასტიკურ წარმოდგენას, რომ ისლამური რესპუბლიკა მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რა მიიღო შეერთებულმა შტატებმა ამ დათმობების სანაცვლოდ? ჰორმუზის სრუტის დროებითი გახსნა, რომელიც ისედაც ღია იყო ომის დაწყებამდე. და ახლა ფულსაც ითხოვენ ამისთვის. ეს ძალის პოზიცია ნამდვილად არ არის. ეს არის პოზიცია, როცა მეორე მხარე ხვდება, რომ ვაშინგტონს შეთანხმება იმდენად სურს, რომ მზადაა მეტი მოლაპარაკებისთვისაც გადაიხადოს. მესამე, უნდა ვისაუბროთ ჰორმუზის სრუტაზე. ჰორმუზის სრუტე არასდროს უნდა გამხდარიყო პრობლემა. პრობლემა ბირთვული პროგრამა იყო. თუმცა რეჟიმის მიერ შექმნილი კრიზისი ახლა განიხილება როგორც აქტივი, რომელსაც რეჟიმი იყენებს დათმობების სანაცვლოდ. სწორედ ასე მუშაობს მძევლების დიპლომატია. შექმნი პრობლემას, აკეთებ ისე, რომ ძვირი დაუჯდეს. სთავაზო პრობლემის ხარჯის შემცირებას და შემდეგ ელოდები რამეს სანაცვლოდ. ისევ და ისევ ეს არ არის გამარჯვება შეერთებული შტატებისთვის. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ მოლაპარაკება გადავიდა იმ არეალში, რომელიც მხოლოდ რეჟიმმა აირჩია. და შემდეგ მოდის ლიბანი, მემორანდუმის მეოთხე საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ისრაელის სრული გასვლა ლიბანიდან. თუმცა ისრაელი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს და ისრაელი არც ის მხარეა, რომელმაც პირველმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა ლიბანის შემთხვევაში. Hezbollah ყოველდღიურად ესხმის თავს ისრაელს, ხოლო ისრაელი თავს იცავს
არ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ჰეზბოლა შეიარაღებული ყოფნა ლიბანში თავისთავად წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას გაეროს რეზოლუციების 1559 და 1701 მიხედვით. Маш, რატო უნდა აფარადდეს ხელს ასე შეშობ ჰეზბოლას გადარჩენას ლიბანში, ტერორისტულ ჯგუფს, რომელიც ასობით ამერიკელი ჯარისკაცის ციკლზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, საერთოდ რატომ აწარმოებს შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს ისლამურ რეჟიმთან ლიბანის საკითხზე? ლიბანი სუვერენული ქვეყანაა და ხალხი ახლა უფრო მეტად ითხოვს ჰეზბოლას გაძევებას. ლიბანის მთავრობა უნდა წყვეტდეს, რა მოხდება ლიბანის საზღვრებში და არა ირანში მყოფი მულები. და მაინც ამ შეთანხმებით მთავრობა ფაქტობრივად ისე ექცევა რეჟიმს, რომელიც ჰეზბოლას მეშვეობით კოლონიზაციას და ოკუპაციას უწ ფევს ლიბანს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებს როგორც ლიბანის, ისე ისრაელის უსაფრთხოების საკითხებში. ეს განსაკუთრებით ირონიულია, როცა გაითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ მემორანდუმის ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე იყო აშშ-ის ვალდებულება არ ჩარეულიყო ირანის შიდა საკითხებში. მაშინაც კი როცა სიკვდილით დასჯები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება, მაშინაც კი როცა 40,000-ზე მეტი ირანელი მომიტინგის დახოცვის შემდეგ რეჟიმს არანაირი შედედი არ მოჰყოლია, გვეუბნებიან, რომ რეჟიმის რეგიონალური ქსელი უნდა შეიზღუდოს. გვეუბნებიან, რომ მათი დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები უნდა შეჩერდეს და შემდეგ მათ ვაძლევთ ადგილს მოლაპარაკების მადიდასთან, რათა სხვა ქვეყნის მომავალზე იმსჯელონ, რომელსაც უკვე აზიანებენ. ეს არ არის რეჟიმის გავლენის შეჩერება, ეს არის მის წინაშე კაპიტულაცია. და შემდეგ არის ფული. სწორედ ფულზე იშლება ყველაფერი და ეს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მეხუთე სერიოზული პრობლემაა. თუ გვერდზე გადადებთ მთელ პროპაგანდასა და манипуляციას, რასაც თეთრი სახლისგან ხედავთ, ნახავთ ჩარჩოს, რომელიც ეკონომიკური შეღავათებისკენ მიდის რეჟიმისთვის, რომელმაც თავისი ქცევა არსებითად არ შეცვალა. ისინი მოიცავს ნავთობის ექსპორტს, სანქციების შემსუბუქებას, განბლოკილ აქტივებს და რაც ყველაზე განსაკუთრებულია, ცნობების მიხედვით, რეკონსტრუქციის გეგმას, რომლის ღირებულება $300 მილიარდ შეადგენს. ეს არის კაპიტულაცია ისეთი მასშტაბით, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს და ეს გაცილებით უარესია მსოფლიოსთვის, ვიდრე JCPOA. შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ აჩვენა თავისი მზადყოფნა ძალის გამოყენების მიმართ რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან მიიჩნევს, რომ ეს რეჟიმი საკმარისად საშიშია, რათა საერთაშორისო უსაფრთხოებას ემუქრებოდეს. მაგრამ მე ხო სურთ, მისცენ მათ ცდომა საერთაშორისო საზოგადოებაზე. მაშინ, როცა არც რეჟიმი შეცვლილა და არც მათი ქცევა. ბოლო ჯერზე, როცა ის ცადეთ, რეჟიმმა ის 6 მილიარდი, რაც ობამამ მისცა, ისეთი რაღაცების აგეგმაში დახარჯა, როგორც იყო 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტა. საზუსტებლად, როგორც არაერთმა რეჟიმის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, მათ შორის ამ კვირაშიც, რეჟიმს არ უარუყია თავისი იდეოლოგია და არც ტერორიზმის მხარდაჭერაზე უთქვამს უარი. პირიქით, არ შეუწყვეტია დისიდენტების სიკვდილის დასჯა, არ შეუწყვეტია ქალების ჩაგვრა, არ შეუწყვეტია მძევლების აყვასაყვანა, არ შეუწყვეტია მარიონეტული დაჯგუფებების დაფინანსება. მას არ გადაუხდია ფასი 10 წლეულების რეგიონული ძალადობისთვის. და ახლა ჩვენ ვსაუბრობთ $300 მილიარდ რეკონსტრუქციის გეგმაზე. რისთვის? იმისთვის, რომ საუბარი გავაგრძელოთ, იმისთვის, რომ ისევ მაგიდასთან დარჩეს. თუ ეს ინფორმაცია მართლაც სწორია, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მაგალითს იმისა, თუ როგორ გადაეცა ბერკეტი პირდაპირ შეერთებული შტატებიდან ისლამურ რესპუბლიკას, რაც ალბათ ოდესმე გვინახავს. და საქმე კიდევ უფრო მძიმდება, რადგან ეს მხოლოდ ფულს არ ეხება, აქ საუბარია სტიმულებზე. წლების განმავლობაში შეერთებული შტატები სწორად ახასიათებდა ისლამურ რესპუბლიკას, როგორც რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია სიკვდილით გასჯებზე, წამებაზე, ტერორიზმზე, რეპრესიებზე და საკუთარი ხალხის სისტემატურ ჩაგვრაზე. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა JD. რაც შეიცვალა იყო ვაშინგტონის საწუწარკვეთა შეთანხმების მისაღწევად. და როგორც კი ეს სურვილი საჯაროდ ჩანს, მოლაპარაკება იცვლება, რადგან რეჟიმი სწავლობს, რომ საკმარისად დიდხანს გაძლება შეიძლება გამოიწვიოს სანქციების შემსუბუქება, ეკონომიკური სარგებელი, დიპლომატიური აღიარება და კიდევ ახალი დათმობები. და ზუსტად ამას აძლევს მათ JD Vance. შესაძლებლობას გადაჯგუფდნენ, მიიღონ დათმობები და მოემზადონ მეტი კონფლიქტისთვის. ეხლა ადმინისტრაციაში არავინ იტყვის, რომ სურს ადამიანის უფლებების დარღვევის წახალისება, მაგრამ საგარეო პოლიტიკა განზრახვებით არ იზომება, ის იზომება სტიმულებით. და აქ შექმნილი სტიმულები უნდა აფრთხილებდეს ყველას, ვისაც ირანის ხალხი ან ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში ადარდებს, რაც მიგვიყვანს მემორანდუმის მთავარ საკითხამდე, შეკავებამდე. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა გზავნილს აგზავნის ეს მემორანდუმი აშშ-ის მოკავშირეებისადმი, რადგან რეგიონში აშშ-ის მოკავშირეები ამ მთელ პროცესს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. ისინი აკვირდებიან, რა ხდება მას შემდეგ, რაც აშშ ქმნის ბერკეტს და აკვირდებიან, რა ხდება მაშინ, როცა კონფლიქტი პოლიტიკურად არასასურველი ხდება შეერთებული შტატებისთვის. აშშ აჩვენებს თავის მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში, ასევე ტაივანს, უკრაინას და ყველა პატარა დემოკრატიას, რომ როდესაც რაღაცა პოლიტიკურად არასასურველი ხდება შეერთებული შტატებისთვის, მათი ღირებულებები გვერდზე იცავს. ასეა მათი დაცვაც ასეთი სახელმწიფოების მიმართ ბოროტი მოთამაშეებისგან, როგორიცაა ირანის ისლამური რესპუბლიკა. ეს პირდაპირ აძლიერებს დიქტატურებს, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი.
და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ასევე საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, რადგან ეს სხვაზე სახელმწიფოებს უმტკიცებს, რომ მათ არც სიმტკიცე აქვთ და არც გამბედაობა, რომ საკუთარი თავი დაიცვან. საბოლოო ჯამში ისლამური რესპუბლიკა 10 წლეულებია იდეოლოგიურად აღწევს შეერთებულ შტატებში, რათა დააზიანოს ქვეყნის მორალური მდგომარეობა და სოციალური ქსოვილი. როგორც ჩანს, მათ ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს წარმატებას. შეერთებული შტატების მოკავშირეებმა გასული კვირის მოვლენებიდან ძალიან საზიანო მესიჯი მიიღეს. აშშ შეიძლება ერთ საკითხზე დაიწყოს დაპირისპირება და საბოლოოდ 10 სხვა საკითხზე დათმობებზე წავიდეს. შეიძლება ამერიკა უფრო მეტად იყოს ერთგული მოლაპარაკებების პროცესის, ვიდრე იმ მიზნების, რომლებმაც თავდაპირველად გაამართლა ეს მოლაპარაკებები. რატო უნდა ენდოს რომელიმე ქვეყანა ამერიკას, თუ ასე იქცევია? არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და ისრაელი ყველა მსხვერპლად ეწირება დასავლეთის ილუზიას, რომელსაც ემსახურებიან თეთრი სახლის კომპრომეტირებული ოფიციალური პირები, როგორიცაა JD Vance და Steve Witkoff, რომლებიც გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ისლამურ რეჟიმს მართლაც აქვს მსოფლიოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი. ეს არ არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ეს არ არის ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დაპირდა. ეს ნამდვილად არ არის ის სტანდარტი, რომელსაც თავად ის იყენებდა თავის წინამორბედებთან მიმართებაში. არც ერთი პატრიოტი ამერიკელი, რომელსაც ამერიკის ემოვალი ადარდებს, არ უნდა იყოს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით მაყოფილი. ეხლა მინდა ეს საკითხი უფრო ღრმად განვიხილო, რადგან იდეოლოგიური თვალსაზრისით აქ უფრო სერიოზული პრობლემა დგას, რაზეც მსურს ვისაუბრო. ერთ-ერთი ყველაზე საშიში იდეა, რომელიც ამჟამად თეთრი სახლის გარკვეულ წრეებში ტრიალებს, სწორედ ეს არის. თუ ისლამურ რესპუბლიკას მიეცემა მეტი რესურსს, მეტი სანქციების სურსი, მეტი სანქციების შემსუბუქება, მეტი ცდომა გლობალურ ბაზრებზე და მეტი ეკონომიკური ამოსუნთქვის საშუალება, თითქოს და ეს როგორღაც შეარბილებს მის ქცევას. თეორია ასეთია. თუ რეჟიმს მეტი აქვს დასაკარგი, ის უფრო გონივრული გახდება, მაგრამ ეს თეორია ჩვენ უკვე გამოვცადეთ. და შედეგი არ იყო ზომიერება. შედეგი იყო მეტი ფული იმავე რეჟიმისთვის, რომელიც აგზერებდა იმავე იდეოლოგიის გატარებას, იმავე ტერორისტული ქსელების მეშვეობით. რატომ ერთვება თეთრი სახლი ამ სიგიჟეში და ცდილობს ისევ იგივე გააკეთოს? არა მხოლოდ ეს, არამედ რატომ ატარებს თეთრი სახლი რეალობის დამახინჯების კამპანიას, რომელსაც არავინ ნამდვილად არ უჯერებს. და უფრო მეტიც, ეხორნობა ისეთი ადამიანების რჩევებს, როგორიცაა ტრიტა პარსი და სოჰა გამჰარი, რომელთაგან ერთმა თანადაარსა ისლამური რეჟიმის არაოფიციალური ლობი ვაშინგტონში. და მეორე, რომელმაც მთელი თავისი კარიერა გაატარა საკუთარი პოზიციების შეცვლაში, იცავს ანტისემიტებს და იღებს ფულს ჯოროსისგან. პარსი თავად უნდა გააძევონ შეერთებული შტატებიდან, ხოლო ამჰარი უბრალოდ მოუქნელი მასხარაა, რომელიც მეგობრობს სკოტ პინკთან და როგორც ჩანს, მჯარდებულ პედოფილ სკოტ რიტერთან, რომელიც პუტინის მხარდამჭერი გახდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თეთრ სახლს აძლევენ რჩევებს ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებებზე. არ არის გასაკვირი, რომ ურთიერთდაგების მემორანდუმი კატასტროფულად მარცხდება. როცა ისტორიას ვერ იგებ, აუცილებლად გაიმეორებ მას და სამი მაგალითი მაქვს თქვენთვის, რომ ადიხსნათ როგორ. პირველი, ბირთვული შეთანხმება, JCPOA. 2016 წელს შეთანხმების ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ხელმისაწვდომი რესურსი დაუბრუნდა რეჟიმს, რომელიც უკვე იყო მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სახელმწიფო სპონსორი. სრულად იცოდნენ, რომ ამ ფულიდან ნაწილი დიდი ალბათობით ირანის რევოლუციურ გვარდიას ან სხვა ტერორისტულ პროქსი ჯგუფებს ჩაუვარდებოდათ ხელში. და რა მოხდა შეღავათების შემდეგ? რეჟიმი ზომიერი გახდა. არა, მათ გააგრძელეს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, გააგრძელეს ასადის ომის მხარდაჭერა სირიაში, გააგრძელეს ჰეზბოლას დაფინანსება, ჰუსიტებისა და ჰამასის მხარდაჭერა და გააგრძელეს იმავე რეგიონული ტერორისტული ქსელის გაფართოება. ეხლა ყველა თითქოს ისე იქცევა, თითქოს ეს ყველაფერი ბირთვულ საკითხს არ უკავშირდება. 2018 წლისთვის ამერიკელი ოფიციალური პირები აფასებდნენ, რომ რეჟიმი მხოლოდ ჰეზბოლას წელიწადში დაახლოებით $700 მილიონ აძლევდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ რეჟიმი პალესტინურ ტერორისტულ ჯგუფებს, მათ შორის ჰამასა და ისლამურ ჯიჰადს, წელიწადში დაახლოებით $100 მილიონ აძლევდა. ამ ფულმა რეჟიმი უფრო ზომიერი არ გახადა. ამ ფულმა რეჟიმის შენარჩუნებასა და იმ სისტემის გაძლიერებას შეუწყო ხელი, რომელიც მათ უკვე ჰქონდათ აშენებული და უფრო მეტიც, გააფართოვა იგი. არც ერთი მათგანი ირანის გაუმჯობესებას არ მოხმარდა. მეორე მაგალითი სირია, რადგან სირია ნამდვილად გაჩვენებთ, რას ანიჭებს რეჟიმი უპირატესობას, როდესაც მას საკუთარი ხალხისა და მისი რევოლუციური გენოციდური პროექტს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. იმ დროს, როცა ირანელები ინფლაციით, ეკონომიკური კრიზისით, წყლის დეფიციტითა და ინფრასტრუქტურის დაშლით იტანჯებოდნენ, რეჟიმი ფულს ასად ჯალათის ხელისუფლებაში შესანარჩუნებლად ხარჯავდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით რეჟიმმა 2012 წლიდან ასადის, ასევე სხვა პარტნიორებისა და პროქსების მხარდასაჭერად სირიაში, ერაყსა და იემენში $16 მილიარდ მეტი დახარჯა. ეხლა კი სხვა შეფასებები კიდევ უფრო მაღალია. ანალიტიკოსები მხოლოდ 2013-2019 წლებში ირანიდან ასადისთვის გაგზავნილ ნავთობის მიწოდებებს $10 მილიარდ მეტად აფასებენ. ეს არ არის რესურსების ნაკლებობის მქონე მთავრობა. ეს არის მთავრობა, რომელმაც შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება. მილიარდობით დოლარი დაეხარჯა დამასკოში მასობრივი მკვალის მხარდაჭერაზე, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ხალხისთვის ფუნქციონირებადი ქვეყანა აეშენებინა.
მესამე მაგალითია მძევლების დიპლომატია. 2016 წელს შეერთებულმა შტატებმა გადაიხადა რეჟიმისთვის 1.7 მილიარდი დოლარის კომპენსაცია ძველ იარაღის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მათ შორის იყო საწვესი 400 მილიონი დოლარის ნაღდი გადახდა. ამავე დროს ამერიკელი მძევლები გაათავისუფლეს. ეხლა ობამას ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ეს იყო სამართლებრივი შეთანხმება, მაგრამ ასევე აღიარა, რომ ნაღდი ფული გამოიყენეს ბერკეტად, სანამ პატიმრები არ გაათავისუფლეს. შემდეგ 2023 წელს რეჟიმმა კვლავ გამოიყენა მძევლების დიპლომატია და 6 მილიარდი დოლარის ნავთობის შემოსავალი კატარის მეშვეობით კვლავ ხელმისაწვდომი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფული ოფიციალურად ჰუმანიტარული მიზნებისთვის იყო შეზღუდული. პრობლემა მხოლოდ ის არ არის, შეიძლება თუ არა კონკრეტული დოლარის კვალის მიყოლა კონკრეტულ ტერორისტამდე. პრობლემა ის არის, რომ რეჟიმმა ისწავლა, რომ მძევლები ქმნიან ბერკეტს, ბერკეტი მოაქვს ფულს და ფული რეჟიმს გადარჩენაში ეხმარება. აი რატომ არის ეს ამჟამინდელი თეორია ასეთი შეშლილი? რეჟიმმა უკვე გვაჩვენა, რას აკეთებს რესურსებით. როდესაც JCPOA-ის შემდეგ დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ხელმისაწვდომი აქტივი მიიღო, რეჟიმი ზომიერი არ გახდა. როდესაც რეგიონში დასახარჯად მილიარდები ჰქონდა, მან აირჩია ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუსიტები, ასადი, ერაყის მილიციები, რაკეტები და ირანის რევოლუციური გვარდია. როდესაც მძევლების აყვანა ანაზღაურებას ან გაყინულ ფონდებზე წდომას იძლეოდა, მძევლების აყვანა არ შეუწყვეტია. იგივე სტრატეგიას იყენებდა, რადგან ეს სტრატეგია მუშაობდა. და მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდიოდა ფული. ამერიკელი გადამხდელების დოლარები თუ თავად რეჟიმის გაყინული აქტივები, რადგან ფული ურთიერთჩანაცვლებადია. ამიტომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარშემოყოფ ყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ მეტი რესურსი როგორღაც დაარბილებს ამ რეჟიმს, კითხვა ძალიან მარტივია. რის საფუძველზე? რომელი მაგალითი საფუძველზე? რომელი წლის? რომელი დათმობის, რომელმაც უკეთესი ქცევა გამოიწვია? რეჟიმი ფულს არ იღებს და ნორმალური არ ხდება. ის იღებს ფულს და ექსპორტზე გააქვს 1979-ის ისლამურ რევოლუციას. ის იღებს ამ ფულს, ქმნის მარიონეტულ დაჯგუფებებს და თავის თავს ინარჩუნებს. მაშინ როცა ირანის ხალხს რჩება ელექტროენერგიის გათიშვები, სიღარიბე, სიკვდილით დასჯა და მუდმივი რეპრესიები. პრობლემა ის არ არის, რომ ისლამურ რესპუბლიკას ისევ ფული არ ყოფნის. პრობლემა ისაა, რომ ყოველ ჯერზე როცა ფულს იღებენ, ზუსტად გვაჩვენებენ რა არის მათთვის ღირებული. და სწორედ ამიტომ ამ რეჟიმისთვის არ უნდა იყოს არც ფული, არც გაყინული აქტივების განთავისუფლება, არც სანქციების შემსუბუქება და არც ახალი ეკონომიკური დახმარება. ეხლა დავასრულოთ ამ კვირის კარგი, ცუდი და უშნო ამბებით. დავიწყოთ ცუდით, რომ პოზიტიურ ნოტაზე დავამთავროთ. ამ კვირის ცუდი არის აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესანტი. და რატო? იმიტომ რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ბესანტი საჯაროდ ხსნიდა, რომ ირანულ ნავთობზე არ იქნებოდა გამონაკლისი, რომ ბლოკადა მუშაობდა და რეჟიმი მალე იძულებული გახდებოდა შეეწყვეტა წარმოება. მისი გზავნილი მარტივი იყო. მაქსიმალური ზეწოლა აზიანებდა რეჟიმს და შეერთებულ შტატებს არ ქონდა განზრახვა, რომ მისთვის შველა გაეწია. დაუბრუნდეთ გასულ კვირას და ვხედავთ, რომ ხაზინის დეპარტამენტმა სრულიად შეცვალა პოზიცია. შეერთებულმა შტატებმა ახლა გასცა 60-დღიანი ზოგადი ლიცენზია, რომელიც რეჟიმს საშუალებას აძლევს გაყიდოს ნედლი ნავთობი, ნავთობპროდუქტები და პეტროქიმიკატები საერთაშორისო ბაზარზე. ლიცენზია ასევე ნებას რთავს საბანკო გადაზიდვის, დაზღვევის, ტრანსპორტირების და სხვა იმ მომსახურებების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია ამ გაყიდობის განსახორციელებლად და აშშ-ში დოლარებში ტრანზაქციებსაც კი უშვებს. ასე რომ მოდი სწორად გავიგოთ. აპრილში გვითხრეს, რომ რეჟიმის ნავთობის ექსპორტი უნდა შეჩერებულიყო. გვითხრეს, რომ ბლოკადა მუშაობდა. გვითხრეს, რომ არანაირი გამონაკლისი არ იქნებოდა. ეხლა კი გვეუბნებიან, რომ იგივე ნავთობის გაყიდვები, იგივე შემოსავლის წყაროები, იგივე გადაზიდვის ქსელები, იგივე ფინანსური ტრანზაქციები, სინამდვილეში კარგი იდეაა. როგორც ჩანს, რეჟიმი მსოფლიოს ტერორიზმის მთავარი მხარდამჭერიდან გადაიქცა ახალბედა კომპანიად, რომელსაც უბრალოდ გლობალურ ბაზრებზე უკეთესი ცდომა სჭირდებოდა. ამ გამონაკლისს შეუძლია მხოლოდ მომდევნო 2 თვეში რეჟიმისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულება ჰქონდეს. და ეს წარმოადგენს პირველ შემთხვევას 10 წლეულების განმავლობაში, როდესაც რეჟიმს შეუძლია ღიად გაყიდოს ნავთობი აშშ-ის ნებართვით, სანქციების გვერდის ავლის ქსელების ნაცვლად. მართლა არ ვიცი, რა შეიცვალა უფრო სწრაფად, ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკა თუ მისი მეხსიერება. ამასობაში გადავიდეთ ამ კვირის უსიამოვნო ამბავზე. ამ კვირის უსიამოვნო ამბავი არის რეაქცია მემორანდუმის კრიტიკაზე პრეზიდენტის ყველაზე გამორჩეული მრჩევლებისა და კონსულტანტების მხრიდან ონლაინ სივრცეში. და რაც როგორც ჩანს, კოორდინირებულ მცდელობას წარმოადგენს, რომ გააჩუმონეს კრიტიკოსები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ალექს ბრუსავიცი, ანა პაულინა ლუნა, კონგრესის წევრი, ასევე დონალდ ტრამპ უმცროსი და სხვები განსაკუთრებულად ბევრ დროს უთმობდნენ იმ ადამიანებზე თავდასხმას, ვინც ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის მემორანდუმს. კრიტიკოსებს ადანაშაულებენ ბოტობაში ან უცხოური გავლენის აგენტობაში. როგორც ჩანს, ახალი წესი ასეთია. თუ ფიქრობ, რომ ნავთობის სანქციების მოხსნა, მოლებისთვის ფულის მიცემა ან ლიბანზე მოლაპარაკება ცუდი იდეაა,
შენ აღარ ხარ უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ამერიკელი, არამედ ფაქტობრივად უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტი ხარ. ვინ იცოდა ასე თუ იქნებოდა? გასული კვირის ბოლოს იმავე პერიოდში 100 მეტი ანგარიში, რომლებიც აკრიტიკებდნენ JD Vance და მემორანდუმს, განსაკუთრებით ირანული და ებრაული ანგარიშები დაიბლოკა. პლატფორმა X-ზე, როგორც მათ აღწერეს, არაოთენტური ქცევის გამო. და არის ლამე გასაკვირი იმაში, რომ ეს სკანდალი დაკავშირებულია ალექს ბრუსავიცთან, რომელიც ტრამპის სოციალური მედიის კონსულტანტია და სხვათა შორის თავადაც აქვს კავშირები ყატართან. და ტაკერ კარლსონის ბოლო სტუმარი იყო. ეს ის ადამიანია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ერჩის ებრაულ ანგარიშებს სოციალურ მედიაში. JD Vance-ის საკმაოდ საცოდავი და ზედაპირული დაცვისას. ის უკვე კვირებია მიანიშნებს, თითქოს არსებობს რაღაც ბოროტე ისრაელის გავლენის ოპერაცია მემორანდუმის შესასრულებლად, თუმცა აბსოლუტურად არანაირ მტკიცებულებას არ იძლევა. შემდეგ, როცა მას ამაზე მიუთითებენ, ამტკიცებს, რომ ყველა უცხოურ ჩარევას ეწინააღმდეგება, თუმცა მაინც არანაირ მტკიცებულებას არ იძლევა ისრაელის ან ებრაული შეთქმულების შესახებ და მიუხერხებულად უგულებელყოფს ყატარს. ეს იგივე პატარა ტროლია, რომელმაც რესპუბლიკელები გააკრიტიკა, რომლებიც Heritage-ის ფონდიდან გადადგნენ მას შემდეგ, რაც Kevin Roberts-ის ანტისემიტური კომენტარები გავრცელდა. და ომის დაწყებისას ყატარმა ის ახლო აღმოსავლეთიდან გამოიყვანა, თან ახლდა ცნობილი ყატარული ლობისტი. ახლა კი ისე იქცევა თითქოს ტრამპის კრიტიკა რას ნიშნავს. ჰალატი. ვიღაცამ ზედმეტად ბევრი დრო გაატარა ყატარელებთან. ჩვენ ამერიკაში ასე არ ვიქცევით, ალექს. ასევე სასაცილოდ მეჩვენება, რომ ის თავს მაგას და ტრამპის ხარდამჭერად აცხადებს, მაგრამ მაინც Tucker Carlson-ის შოუში ჩნდება. მას მეგობარსაც კი უწოდებს. მაშინ როცა Carlson-მა თვეები გაატარა პრეზიდენტ ტრამპის და ახლა უკვე რესპუბლიკური პარტიის კრიტიკაში. მაგრამ რა თქმა უნდა, ალექს, მარკ ლევინი პრობლემაა. რაც ამ ყველაფერს განსაკუთრებით აბსურდულს ხდის ისაა, რომ ბევრი ადამიანი, ვისაც ალექსი და ასევე დონალდ ტრამპ უმცროსი ავცელებენ სრულ ბრალდებებს, საერთოდ არ იყვნენ ბოტები ან ანაზღაურებადი პოლიტიკური ოპერატორები. ისინი იყვნენ ამერიკელი ჟურნალისტები, ზოგ შემთხვევაში ამერიკელი ვეტერანები, ემირატელი მოკავშირეები, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები და კომენტატორები. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ამ შეთანხმებას შეხედეს და თეთრი სახლისგან განსხვავებული დასკვნა გამოიტანეს. Baz Patterson, Stella Escobedo, Eitan Fishburgeri, ამჯერად Taha და სხვა ცნობილი ფიგურები, მხოლოდ რამდენიმე მათგანის დასახელება რომ მოვახდინო. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ეს უზარმაზარი კრიტიკა აღიქვან როგორც ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა რაღაცას არასწორად აკეთებენ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პასუხად სხვა ამერიკელებს ესხმიან თავს და ცდილობენ მათი ხმა ჩაახშონ. თუ ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი მართლაც ასეთი კარგი გარიგებაა, მაშინ მის მხარდამჭერებს უნდა შეეძლოთ ფაქტებით დაიცვან იგი. მათ არ უნდა დასჭირდეთ ცილის წამებები, შეთქმულების თეორიები ან ერთგულების ტესტები. და სამწუხაროდ ალექსისთვის ეს ასე არ არის ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შემთხვევაში. თუ პრეზიდენტს ოდნავ მაინც გააჩნდა გონიერება, ის გაათავისუფლებდა არალოიალურ, ვითომ პროგრესულ, მემარჯვენე ფაშისტობის მსურველს, ველს და თავს დააღწევდა ამ წარუმატებელთან ასოცირებას. და ახლა ბოლოს და ბოლოს კარგზე. ამ კვირის კარგი ისაა, რაც დიდი ხანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავადაც მყავს სომეხი ნათესავები. ისრაელმა ბოლოს და ბოლოს გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც 10 წლეულობის წინ უნდა გადაედგა. ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი. 28 ივნის ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებში, 1915-1917 წლებში. მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ეს რეზოლუცია მთავრობას წარუდგინა. ეხლა საარმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ სწორი საქმის გაკეთება არასოდეს არის გვიან. დაახლოებით 1,5 ქრისტიანი სომეხი მოკლეს, გაასახლეს, შიმშილით ამოწყვეტეს და თავიანთი უძველესი თემებიდან გააწევეს 1915 წლიდან დაწყებული. და საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თურქეთი აგრძელებს უარყოფას, შემცირებას ან დამახინჯებას იმისა, რაც მოხდა. მათ წაშალეს ისტორიული ჩანაწერები. მათ დაემუქნენ მთელ ქვეყნებს იმისთვის, რომ აღიარეს, რაც მათმა წინაპრებმა ჩაიდინეს. ზოგ შემთხვევაში კი ეს კანონითაც კი აკრძალეს. ისრაელი სამერცხინოდ 10 წლეულობის განმავლობაში თავს არიდებდა ოფიციალურ აღიარებას თურქეთთან დიპლომატიური სიფაქიზის გამო, ხოლო მოგვიანებით აზერბაიჯანთან დაკავშირებული სტრატეგიული მოსაზრებების გამოც. ეს შეშფოთებები რეალური იყო, მაგრამ ისინი არასოდეს ამართლებდნენ ებრაული სახელმწიფოს უარს. ხმამაღლა ეთქვა, რომ სომეხთა გენოციდი ნამდვილად გენოციდი იყო. დღეს ზოგიერთი ადამიანი აკრიტიკებს ამჟამინდელ მთავრობას იმის გამო, რომ ეს ნაბიჯი თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სლოდ გამოიყენა. და მართალია, გენოციდის აღიარება არ უნდა იქცეს პოლიტიკური იარაღად, მაგრამ შედეგი უდავოდ მორალურად სწორია და დიდი ხანია დაგვიანებული. დიახ, ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთი წლებია გენოციდში ადანაშაულებს ისრაელს, მაშინ როცა მისი საკუთარი მთავრობა კვლავ უარს ამბობს აღიაროს გენოციდი, რომელიც სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. ეს ფარისელობა უნდა გაკიცხულ იქნას, მაგრამ ეს მხოლოდ ერდოღანს ან თურქეთს არ უნდა შეეხებოდეს. ეს უნდა ეხებოდეს სომხებს, მათ შორის იერუსალიმში მცხოვრებს სომხურ საზოგადოებასაც, რომლებმაც საუკუნოვანი უარყოფის მიუხედავად შეინარჩუნეს თავიანთი ისტორია, წმენა და მეხსიერება. 2026 წლისთვის გაეროს 32 წევრი სახელმწიფო, მათ შორის აშშ, კანადა, რუსეთი და გერმანია ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს.
ისრაელი ერთ-ერთი პირველი უნდა ყოფილიყო, არა ერთ-ერთი ბოლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ის საკითხი არის, რისთვისაც მე პირადად ცლებია ვიბრძვი. ამ კვირის კარგი ამბავი ის არის, რომ ისრაელმა საბოლოოდ გადადგა ეს მორალური ნაბიჯი, აღიარა სომეხთა გენოციდი და დაგმო მისი უარყოფა. ამით ვასრულებთ ამ კვირას. მომავალ კვირას ისე დაგიბრუნდებით, როგორც ყოველთვის, რეგიონიდან ახალი ამბებით. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ ჩემთვის, თავისუფლად დამიკავშირდით X-ზე, ემილი შრედერის სახელზე, ან Instagram-ზე, Emily in Tel Aviv-ზე. მომავალ კვირას შევხვდებით აქ, სიმართლის ვერტზე, JNS-ზე.